ჭავასთან ის წარმოადგენს ქართულ ოცნებას. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ თუ მოგეწონათ შეხვედრის ეს ფორმა, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისათვის. მე პირველად არ ვიყავი მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე. უბრალოდ ადრევე ესწრებოდი როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, დღეს ვიყავი როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. განსხვავება იყო ის, რომ რაც მე მახსოვს, პირველად იყო, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიებიც იქნა დაპატიჟებული, ზოგადად პოლიტიკური პარტიები. ორი პარტია იყო წარმოდგენილი, ეს იყო თავისუფალი დემოკრატები და ბურჟუაზიის პოლიტიკური ჯგუფი. და თქვენ ქართული ოცნება. ხო, ანუ მე არ ვიცი სხვა იყო თუ არა მოწეული, არამდენ რომან გოცირიძე, ანუ ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური მიმართულების რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგ დეტალები არ ვიცი, ვერ გეტყვით. ფაქტი არის ერთი, რომ ბატონმა ზურამაც აღნიშნა, ეს იყო რაღაც ახალი ფორმა, კერძო სექტორთან სასაუბროდ, დიდ ბიზნესებთან, მცირე ბიზნესებთან სასაუბროდ, შეხვედრას დასწრებოდნენ ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ისინი, ვინც ეკონომიკურ პროგრამებს წერენ და შემდეგ უნდათ მათი განხორციელება, ხო? ხაზგასმით ითქმა რა. ანუ თქვენ მოგეწონათ ეს შეხვედრის ფორმა თქვენთვის გასაგები იყო. ეხლა გადავიდეთ ტონზე. ხაზგასმით ითქმა თავიდანვე ნათქვამი, რომ მოდით ვისაუბროთ გულახდილად. შესაბამისად გულახდილის საუბარი ხანდახან ემოციაში გადადის, ხანდახან ჩვენ ნახეთ მხოლოდ ბატონ ივანიშვილის გულახდილის საუბარი. ხო, ალბათ არ ვიცი. დახურული იყო კი ბატონო, გულახდილის საუბარი იყო ყველასგან, ეს აშკარა იყო, ბატონმა ზურმანს აღნიშნა, მან კომენტარებიც გააკეთა თავისუფალი დემოკრატებიდანაც იქნა გაკეთებული თავიანთი შენიშვნები და კომენტარები იყო, რასაც ქვია გულახდილის საუბარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება უემოციოდ ჩაიაროს, მithumetes ქართველები ვარ და ხდება ხოლმე, რომ და მაგრამ რამდენჯერმე იქნა გადაგებული. სადღაც საუბრის შუა გულში, ვთქვათ, დისკუსიის ან დიალოგის შუა გულში შეიძლება გაცხარდეს ადამიანი, მაგრამ თავიდანვე შესავალ სიტყვაში სიცხარე. არის გაცხარება ზუსტად შუაში იყო და ეს იყო კონკრეტულად რაღაც კომენტარების შედეგად, რომელზეც რამდენჯერმე გააკეთა მე განცხადება, რომ ბოდიში უფრო არ იყო, მაგრამ იყო ის, რომ ძალიან გთხოვთ არ იქნას ეს გაგებული სხვანაირად პირიქით მაქსიმალურად ვცდილობ გახსნილი ვიყო ეს და იგივეს მოვითხოთ თქვენგანაც. და ჩემი აზრით იყვნენ კიდეც გახსნილები მათ, ვინც გამოთქვეს თავიანთი აზრი. ბატონ კახა, ქვეყანაში ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობების მძიმე ტრადიციების და ბატონი ივანიშვილის გავლენების ფონზე, აი ამ კონტექსტში, ასეთი ტიპის შეხვედრა არჩევნებამდე ზუსტად 15 დღით ადრე. თქვენ მაინც როგორ შეგიძლიათ ახსნათ, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად იყო საარჩევნო აქტივობისკენ მოწოდება და იყო ნახსენები, რომ ვითხოვთ პოლიტიკურ შეფასებასაც, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია. მე ესე ვიტყოდი, რომ მithumetes წარმოადგენენ ძალიან დიდი კომპანიები, ძირითადად ნელ-ნელა საქართველოში ტრადიცია ხდება და ამის ფეხის მოკიდება ხდება CSR ეგრეთ წოდებული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის, რადგანაც ეს კომპანიები ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ისინი ვალდებულებაც გააჩნიათ მათ სოციალური გარკვეულწილად საზოგადოების წინაშე. ზუსტად ამ კუთხით იყო ჩემი აზრით საუბარი, მე ესე გავიგე, რომ საქართველოში ეს კულტურა კიდევ უფრო შემოვიდეს და მაქსიმალურად გახსნილი იქნას კომპანიები თავისი აზრის დასაფიქსირებლად, რაც შეეხება კონკრეტულად სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში. აქ არ იგულისხმება მარტო კომუნიკაცია, ბევრი სხვა ვალდებულებას მოიცავს ეს და CSR საკმაოდ ესეთი მოცულობითი ნაწილია. ის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გემოვნების შესახებ საუბარსაც გულისხმობს, ან ხელისუფლებისადმი დახმარებასაც, რომ ძალიან კარგად მახსოვს მიმართ ესეთი იყო, რომ ვისაც უჭერთ მხართ, არ აქვს მნიშვნელობა, თავარი ეს თქვენი აზრი, როგორც კომპანიამ დააფიქსიროთ, თუ კარგი ხდება, კარგი დააფიქსირეთ, თუ რამე არ მოგწონთ, ესეც დააფიქსირეთ. შესაბამისად, აქ საუბარი არ იყო დააფიქსირეთ აუცილებლად და ვერავინ ვერ იტყვის იქ დამწერე, რომ ქართული ოცნების ამ ხელისუფლების სასარგებლოდ რაღაც დააფიქსირეთ. თქვენ რასაც ფიქრობთ, კარგია თუ ცუდია, ის დააფიქსირეთ. აი ეს იყო მოწოდება და ეს არის ზოგადად. აი მაგალითად ბატონ ჯაფარიძე ამბობს, რომ როდესაც რაღაც კრიტიკული თქვა, ის ნაცად მოიხსენია, მაგრამ კარგი ნაცი მიწოდა. ასევე ვიცით, რომ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბატონ თემურ ჭყონიასა და მას შორის იყო პოლემიკა ამ შეხვედრაზე. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ? მე ამ პოლემიკაზე მე არ გავაკეთებდი კომენტარს, ბატონმა თემურმა თვითონ შეიძლება გააკეთოს ამაზე კომენტარი, თუ სურვილი ექნება. ფაქტი არის, რომ აქ უფრო რაღაც გლობალური საუბრები იყო და თხოვნა იყო, რომ კონკრეტულად ეთქვა თუ რისი თქმა უნდა და დაახლოებით ესე გავიგე მე, თუმცა ამაზე თვითონ შეუძლია გააკეთოს კომენტარი, რა თქმა უნდა. ანუ თქვენ არ იგებთ ამ შეხვედრას როგორც მოწოდება საარჩევნო აქტივობებისკენ, რომ ბიზნესმენებმა გარდა იმისა, რა საქმითაც ისინი არიან დაკავებულნი, კიდევ დაკავდნენ ახალი საქმით და ხელისუფლებას მიღწევების აუდიტორიამდე, მოსახლეობამდე მიტანაში დაეხმარონ. როგორ ვითარდება ზოგადად ეკონომიკა? ხო, აი ავიღოთ ინვესტიციების კუთხით, თუნდაც რომელიც ხო ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და
სამწუხაროდ დაიჭრდილა ის პრეზენტაცია სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელიც გალთენთაგარც წარმოადგენდა და ჩემი აზრით ძალიან პრეზენტაცია იყო, ამაზე არავინ არ ახსენებს, იყო დამოუკიდებელი საკმაოდ ცნობილი კომპანიის მიერ წარმოქმნილი ბრწყინვალე კვლევა მაკროეკონომიკური, რომელმაც ძალიან ბევრ რაღაც იგივე კითხვას გაცა პასუხი და სხვა კუთხით წარმოადგენდა რატო ვითარდება ეკონომიკა. სადაც რაღაც ფანტასტიკური მონაცემებზე იყო საუბარი, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამერიკის შეერთებულ შტატები არ მახსოვს, იყო რამდენიმე კომპონენტი წარმოქმნილი და საკმაოდ სწორად ახსნილი, რატო არის რომ დღეს საქართველოში ეკონომიკა ვითარდება სწორად. ამიტომ ესეთი რაღაცები დაიჭრა. რაზე საუბრობდით? კითხვა თავიდან იყო თქვენი? შეკითხვა მე საუბრობდი ესეთი ტიპის შეხვედრა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მაინც ხომ არ გეჩვენებათ ამ ჭონიას კონტექსტში კითხეთ და შეიძლება ესეთი გლობალური არ იყო და ესეთი დაფარვა არ ქონდა ხოლმე, თუნდაც იმიტომ რომ ეხა ინტერესი გაცილებით უფრო დიდი არის ბატონი ბიზნეს მიმართ, თუმცა მე გეკითხებოდით რომ ანუ ბიზნესმენებმა გარდა ტრადიციული საქმეებისა კიდევ ხელისუფლებას რატომ უნდა ხო ხელისუფლებას არ უნდა ეხმონა აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი გამახსენდა ანუ ეკონომიკური ზოგადად მდგომარეობის გაუმჯობესება ის ინვესტიციების მოზიდვა თუ კომპანიების აქტივობა იგულისხმება რაში როდესაც მე რაღაცას ვახორციელებ და მე ამაში წარმატებული ვარ და ამის ხელშემწყობი ფაქტორები არის არ ნიშნავს რომ მე ჩუმად ვიყო და პირიქით ეს არის ნაწილისა რომ მე ამაზე ვისაუბრო რადგანაც ბევრი სხვა შეიძლება იყოს უკვე მოწოდებული ჩემ მაგალითზე რომ განახორციელოს ასევე საქმიანობები ეს ფორმატი ჩემთვის მისაღები იყო თუნდაც იმიტომ რომ ახალი კულტურა ყალიბდება ბიზნესი და პოლიტიკოსები თუნდაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთად ისხნენ და ერთად განიხილონ საკითხს მე პირადად ველოდი რომ უფრო დისკუსიის ნაწილში წავიდოდი რაღაც კონკრეტიკაზე ვისაუბროთ ეკონომიკურ პროგრამებზე აქეთკენ არ წავიდა რადგანაც უმრავლესობა მე მგონი ყველა ვინც იქ იყვნენ მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეთანხმებოდნენ იმ მიღწევებს რომელიც საქართველოს სამბოლოო ამ შეხვედრაზე შეგიძლია თქვათ რომ იყო ერთსულოვნება თუ რამდენიმე ესე ვთქვათ მცირე კონფლიქტს არ ის კომპონენტები რომელიც იქნა გაჟღერებული იგივე გალთენთაგარძის მიერ ის წარმატებები ქვეყნის მიუხედავად იმ შოკებისა რომელიც განვიცადეთ და რაც შედეგებსაც მივაღწიეთ ეკონომიკის განვითარების კუთხით ეს ერთხმად იქნა აღიარებული იყო კომენტარებიც ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ქებადიდება იყო კრიტიკაც და ძალიან კარგადაც იქნა მიღებული კონკრეტულ შემთხვევებშიც აი ამ შეხვედრის დედააზრი მე ასე გავიგე ბატონი ივანიშვილის წინა სიტყვაობიდან რომ ჟურნალისტებსაც აქვთ პრეტენზიები და უჭირთ მათ რაღაცეების ახსნა რომ მოსახლეობასაც უჭირს ანუ ვერ გძნობს მოსახლეობა რომ რაღაც კარგად ცხოვრობს და ამიტომაც მოუწოდა რომ ანალიზში და ასე ვთქვათ მოსახლეობის დარწმუნებაში ასე ვთქვათ შეყვნენ მათ ბიზნესმენებიც ანუ როგორც ჩანს მას შთაბეჭდილება ამ რეგიონული ტურნესგან არ აქვს ისეთი დადებითი და ამიტომაც იყო ასეთი შეხვედრის აუცილებლობა ჩვენ არ ვცდილობთ ზოგადად რაღაც რეფორმების გატარებას. საუბარი არის გლობალურად კულტურის შეცვლაზე, იქნება ეს ეკონომიკური საქმიანობის კუთხით თუ იგივე ჟურნალისტიკის და პოლიტიკაში მოღვაწეობის და ასე შემდეგ. გამახსენდა ესეთი მაგალითი, როდესაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის იურისტი ვიყავი, ჩვენ პერიოდულად კრიბავდით იგივე ჟურნალისტებსაც და ვცდილობდით მათთან კორპორაციულ სამართალზე გვესაუბრა, გვეტრეინინგა, რათა მათ უფრო მარტივად შეძლებოდათ მერე გადმოცემა იმ აუდიტორიისათვის, რომელიც მათი მსმენელი არის, ის კონკრეტული დეტალები და უფრო პროფესიული ენით ყოფილიყო. ამიტომ ჩემი აზრით ეს შეხვედრა ძალიან დადებითი იყო და პირიქით ვთვლი რომ უფრო ხშირიც უნდა იყოს და გაცილებით უფრო აქტიურიც იმ კუთხით რომ ეს დისკუსიაში წავიდეს და მაქსიმალურად ანუ რომ რეზუმირება გავაკეთოთ თქვენ არ ფიქრობთ რომ ეს იყო გარკვეული ტიპის ზეწოლა ძალიან გავლენიანი ადამიანის მხრიდან ბიზნესზე არ იყო მათი საარჩევნო აქტივობისკენ პოლიტიკური პრეფერენციების ღიად დაფიქსირებისკენ მოწოდება არამედ ეს იყო რაღაც გულახდილი დიალოგი ნახსენები რა თქმა უნდა ეს ატაცებული იქნა საუბარი იყო რომ როგორც მე გავიგე და მე მგონი ყველა დამეთანხმება რომ მნიშვნელობა არ აქვს ქართულ ოცნებას უჭერ ხალხს ან ხელისუფლებას თუ სხვა თავარი ეს დაფიქსდეს ასე და პოლიტიკურად ვიყოთ უფრო აქტიურები და როგორც კომპანიის ეს არის ნაწილი ჩვენ ამაზეც ვიზრუნავთ ხო მაგრამ იქ იყო საუბარი რომ ზოგს ნოსტალგია აქვს წარსულზე და წარსულთან შედარების კონტექსტიც იყო და ზოგიერთ თქვენგანი ალბათ ხარს უჭერდა ის რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე და თქვენც ახსენეთ სხვათა შორის რომ გამოხვედით რომ ადრე სხვა ტონი იყო და სხვა ტონით გესაუბრებოდა ნამდვილად იყო ეხლა მე ზუსტად ეგ მაგის თქმა მინდოდა არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ პროგრესზე რომელსაც მივახციეთ და ნელ-ნელა ვითარდება ეს კულტურაც მე მახსოვს ტონი როგორ იყო საუბარი პირადად მაქვს ეს განცდილი და ძალიან არასასიამოვნო იყო და დამთრგუნველი და შემაშინებელი შესაბამისად მივდივართ ნელ-ნელა ისე იქამდე რომ კომპანიების მათ შორის დიდი კომპანიები რომელთაც
სოციალ-პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა აქვთ გააზრებული, უფრო აქტიურები იყვნენ სწორი ფორმით, რა თქმა უნდა, ამაში ჩართული ეს არ ნიშნავს აგიტაცია გაკეთდეს რომელიმე პარტიის მიმართ, საუბარია იმ რეალობის დანახვაზე, თუნდაც თანამშრომლებისთვის თუ გარშემოწვისათვის თუ რა ხდება და რატომ არის ესათვის კომპანია წარმატებული, რა კომპონენტებს და თუ რეფორმებს ეფუძნება და ასე შემდეგ მათი წარმატება და წინსვლა. ჩვენი პირველი ორი სტუმარი საუბრობდა თუ ვისთან იყო ეს შეხვედრა, ვის შეხვედრაზე მივიდნენ, რომ ეს იყო ძალიან გავლენიან ადამიანთან შეხვედრა. თქვენ როგორ შეგიძლიათ ახსნათ დღეს ვისთან გამართა ბიზნესმა შეხვედრა? ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ან ერთადერთი ყველაზე წარმატებული თუ კაპიტალით ვიზრუნებთ, წარმატებული ბიზნესმენი საქართველოში. აბსოლუტურად ყველას აქვს ინტერესი მასთან გასაუბრების და მისი აზრის მოსმენის, რადგანაც ეს ადამიანია, რომელმაც დიდი გარდატეხების შემოტანა შეძლო. მე პირადად ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო 2012-ში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ოპონენტების ვერ მოიგებდა არჩევნებს და ჩემნაირი ანუ მას აქვს როგორც ბიზნეს, ასევე პოლიტიკური წარმატება იმ დონის, რომ ასეთი ტიპის გადადგა მე ესე აღვიქვეს 2012-ში, რადგანაც აღარ შეიძლება გაგრძელებულიყო ის უსამართლობა წნეხი ზეწოლა, რომელიც 12-მდე ხორციელდებოდა და რომელსაც ვიცი 99% ალბათ გრძნობდით რამდენიმე რჩეულის გარდა და მან ამითი ძალიან აჩვენა ის თავის გამოცდილება და სწორი ნაბიჯები, როგორაც შეძლო ამის გაკეთებაში. გარდა ამისა, სულთა ბიზნესის კუთხით ძალიან საინტერესოა ეს იმ ადამიანთან საუბარი და აზრის მოსმენა, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია ბიზნესში და ნამდვილად სამაგალითო არის ამ კუთხით. გასაგებია, ბატონ კახა, თქვენი და ბატონ ჯაფარიძის შეფასება დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, განსხვავებულია მთავარ ნაწილში, რომ ის არ დაგეთანხმებოდათ, იმიტომ რომ თქვა ამან მისი აზრი, რომ იყო გარკვეული წინასაარჩევნო და პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა შეიძლება ჩაითვალოს. დიდი ვერავინ რომ იქ ბატონი ბიზნესგან იყო რაღაც ზეწოლა, რომ აუცილებლად ქართულ ოცნებას პირიქით მაქსიმალურად იყო გახსნილი გულახდილი გავლენების მქონე ადამიანისგან ხანდახან მინიშნება შეიძლება საკმარისი იყოს ისეთ წესის მაღალი მზნობელობის ყოფილიყვნენ უფრო აქტიურები და პირდაპირ იყო ნათქვამი ვისაც უჭერ ქართულ ოცნებას თუ სხვას უჭერ ხავს თავარია თქვენი ეს დააფიქსო და იყოთ გასაგებია. კახა კუჭავა იყო ქართული ოცნების წევრი, ჩვენი სტუმარი, ჩვენ სარეკლამო პაუზა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავბრუნდებით. დაგვეყოთ.